აი ეს ფერები შეხედეთ, ზუსტად ესეთია საზაფხულო ტოლმა. მოგესალმებით და პოლნესაუნაროლში დღეს ვამზადებ საზაფხულო ტოლმას. ფერადი ბულგარული წიწაკით, არომატული შიგთავსი, საოცრად გემრიელი, ძალიან მარტივი, ოჯახური რეცეპტი, დარჩი ახლა და მოამზადოთ ერთად. საზაფხულო ტოლმისთვის დაგჭირდება ფერადი ბულგარული წიწაკა. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ერთ ფერშიც მომზადოთ და ასევე ბადრიჯნითაც ძალიან გემრიელია. ჭირდება ასევე უხვად მწვანილები, რომელიც განსაკუთრებულ არომატს აძლევს. ეს არის ქინძი, ცოტა ოხრახუში, ასევე გჭირდება ცერეცო, რეჰანი, ტარხუნა იმ შემთხვევაში თუ გაქვთ და ქონდარი, რომელიც ჩემთან პირდაპირ ამ ტოლმასთან ასოცირდება და ბავშვობასთან. ასევე გჭირდება პომიდორი, სტაფილო, ხახვი და ბრინჯი. მე აქ მაქვს დაახლოებით 450 გრამი ბრინჯი და ეს იმაზე დამოკიდებული თუ რა რაოდენობის არის თქვენი ბოსტნეული ბულგარული წიწაკა ან ბადრიჯანი. საზაფხულო ტოლმისთვის საუკეთესოა მრგვალმარცვლიანი ბრინჯი, რომელიც კარგად იწვევს ბოსტნეულსა და მწვანილების არომატს, შიგთავსიც უფრო ნაზი და წვნიანი გამოდის. ბრინჯი უნდა გავრიცხოთ რამოდენიმეჯერ გამდინარე წყალში, რომ სახმებელი გამოვიდეს გარეთ. კარგად გარეცხილი ბრინჯი გადაგვაქვს ქვაფში. მოვაყაროთ მარილი. მე დაახლოებით 1 ჩაის კოლს მოვაყრი და დავასხატი იმდენი წყალი, რომ დაიფაროს. დაიფაროს, არამედ წყალი ზემოდან მოადგეს. და ბრინჯი მოხარშოთ ნახევრად, ბოლომდე არ მოხარშოთ. ბოლომდე ბრინჯმა უნდა დაასრულოს მისი ხარშვა უკვე ტოლმის მომზადების დროს. ცოცხალი პომიდორი გჭირდება, რისთვისაც ახლა მე შუაზე ჩავჭრი ამ პომიდორს, ესე ჯვარედნულად, შემდეგ დავასხავ უღებულ წყალს და გავაცლი განცრად. უნდა ჯერ უნდა დაველოდოთ ამას, რომ დარბილდეს. პომიდორი ბოლომდე უნდა დაიფაროს, ახლა გავაჩეროთ, რომ დარბილდეს და კანი გავაცალოთ. მანამდე კი ჩვენ მოვამზადოთ ბულგარული წიწაკა. ამოვუღოთ გული. ბულგარული წიწაკას უნდა ამოვუღოთ შუაგული, შეგიძლიათ თუ კი არის შევცარებით უფრო ჩვილი ბულგარული წიწაკა, რომ ესე ხელი დააჭიროთ და გული თვითონვე მოძელება, მაგრამ აქ საკმაოდ მაგარია. ამიტომ მე ხა ესე მოვაჭრი. ეს თავსაფარი დაგჭირდება აუცილებლად. შიგნით რაც აქვს, ამოვუღოთ გული. ყუნცაც მოვაჭრი. და საკმაოდ დიდი ბულგარული წიწაკაა ჩემთან. წიწაკას რომელსაც თავი მოვაჭერეთ, ზედვე მოვაგოთ თავისი თავსახური. არ დაგვეკარგება შემდეგ. სხვათაშორის ბადრიჯნიჩა ძალიან გემრიელია, მაგრამ ჩემს ოჯახში ცხოვრობს 3 უცხო პლანეტარი, რომლებიც ბადრიჯანს არ მიირთმევენ. არ ჭამენ კერძებს, რომელშიც არის ცერეცო, ასევე არ ჭამენ, სადაც არის ტარხუნა. მოკლედ, აი ასეთ სიტუაციაში ვართ. სტაფილო შეგიძლიათ ჩაახეხოთ და ასევე შეგიძლიათ რომ წვრილად ჩაჭრეთ. მე მირჩევნია წვრილად ჩაჭრილი, რადგანაც ესე უფრო კარგად იგრძნობა. ესე ჩახეხილი უფრო იკარგება ხოლმე და თანაც აქ ხორცი არ გვაქვს მინდა ჯობია რომ სტაფილო კარგად იგრძნობოდეს. რა თქმა უნდა ეს თქვენზეა დამოკიდებული. ხახვი გჭირდება 1-2 თავი, ჩემთან პატარა თავი ხახვი, ამიტომაც არის 3 ცალი. დავჭრათ ახლა ესე წვრილად. შეგიძლიათ თქვენ რომ მოთუშვეთ კიდევაც სტაფილოსთან ერთად. მაგრამ მე პირდაპირ დავუმატებ, არ მოთუშავ. ასე აკეთებდა დედაჩემი ყოველთვის. ნიორი არ უნდა გამოგრჩეს, არ მეგულება კერძი. ძალიან ცოტა კერძი, რომ ნიორი არ უხდებოდეს. მოდენიმე კველი ნიორი გჭირდება. შეგიძლიათ ეს ჩანაყოთ. შეგიძლიათ ზედ დააწყვეტოთ, შეგიძლიათ რომ დაჭრათ წვრილად, როგორც გნებავთ. ბრინჯი უკვე ნახევრად მოიხარშა, ეხლა შეგიძლიათ უნდა ჩავუმატოთ ან კარაქი, ან იმ შემთხვევაში თუ მარხულობ, დავუმატეთ ზეთი,
ან თუ გაქვთ კარგი მარგარინი, ვიცი რომ მარგარინზე არ გაქვთ ხოლმე, ბევრს არ აქვს კარგი რეაქცია. მოკლედ ეს თქვენზეა დამოკიდებული. ეხლა მე დავუმატებ კარაქს. ბრინჯი შევაგრილოთ ეხლა და მანამდე მწვანილები დავჯრათ. თქვენ დავუმატეთ თქვენი საყვარელი მწვანილები. ჩემთვის ყველაზე მეტად საფხულის ტოლმა, საზაფხულო ტოლმა ასოცირდება ქონდართან. დედაჩემი ამზადებდა ხომ სულ ამას ძალიან ხშირად საფხულში და ისეთი დომინანტური და ისეთი არომატული იყო ხომ თვითონ ქონდარი, რომ არ ვიცი, არასოდეს რომ არ დამოიწყდება ის გემო. თორეს ეს წითელი რაჰანი აქ საფხულობით რეგიონალურ მაღაზიებშიც არის ხოლმე. ჩვეულებრივ სუპერმარკეტებში ყველგან არა, მაგრამ არის რამოდენიმე დასახელება, სადაც შემოდის ხოლმე და ასევე უცხოურ მარკეტებშიც. ქონდარი გავუპუტოთ ღერაღერა, იმიტომ რომ შეიძლება რომ ცოტა უხეში ფოთლები შეგხვდეთ. ღეროები აქვს ზოგადად უხეში. პომიდორი კარგად დარბილდა, ნახეთ და ახლა ჩვეულებრივად ძალიან მარტივად გავაცალოთ კანი და ეს მოგრძო პომიდორები, რომელიც იყო სახელი აღარ მახსოვს. ამას ძალიან ადვილად შეხედეთ როგორ კარგად ძვრეება კანი. რგვალს კი არ ძვრება ისე ძალიან კარგად. პომიდორის დიდ ნაწილს ახლა ჩვენ შიგთავში გავუკეთებთ ბრინჯთან ერთად, ხოლო დანარჩენს კი ზემოდან მოვასხავთ მოხარშვის დროს. უბრალოდ აქვე ჩავჭრე მე ხლა ამას აი ასე. დაფას აღარ გამოვიყენებ, იმიტომ რომ იმდენ წვენს უშვებს ხოლმე რომ ესე მისჩემია. ისე ოჯახურად ჩვეულებრივად. ყველაფერი გამზადებული გვაქვს. ეხლა დავუმატოთ ბრინჯს, შევაზავოთ კარგად და შემდეგ გადავდოთ ბულგარულ წიწაკაში. თქვენ შეგიძლიათ ხახვით და სტაფილოც რომ მოთუშოთ ზეთში, მე კი პირდაპირ დავუმატებ უმად. სტაფილო ჩავუმატოთ შიგნით. პომიდორი, მწვანილები, აურიოთ კარგად. მარილი მოვაყაროთ. მოდით ცოტა მეტ წვენს დავუმატებ მე პომიდორის წვენს და დავუმატოთ ცხარე წიწაკა. შავი პირბილიც ძალიან მოუხდება. მოურიოთ კარგად და გავსინჯოთ როგორია. შალი რო არ გამოვიდეს, ამიტომ ჯობია რომ პომიდორის წვენი ფლომად დავუმატოთ. ნიორი დაგვავიწყდა. ნიორი გამოგრჩა სასწრაფოდ. გამზადებულია როგორც შეთავსი, ასევე ბულგარული წიწაკა. იმ შემთხვევაში თუ თქვენი ბულგარული წიწაკაც ისეთი უხეშია როგორც ჩემთან, მე ამას არ ვწალავ როგორც ხედავთ, უბრალოდ ესე დავჩხლდავ გვერდებში, რომ წვენი კარგად შევიდეს. აი ასე. გამზადებულია როგორც ბრინჯი, ასევე ბულგარული წიწაკა. ეხლა უკვე გადავიტანოთ შიგნით და მოვათავსოთ ბულგარულ წიწაკაში და მთავარი რომ ბულგარულ წიწაკაში არ ჩავდენოთ, ანუ ძალიან არ დაუპრესოთ ბრინჯი, იმიტომ რომ როგორც უკეთეთ ნახრად არის მოხარშული და ხარშვის დროს კიდევ უფრო გაიზრდება. სუფუკად ჩავდოთ. თითქმის მზად არის ჩვენი ტოლმა, ეხლა გადავიტანოთ ქვაბში, მე მაქვს უზარმაზარი ქვაბი, იმიტომ რომ პორცია და რაოდენობაც იყო ძალიან ბევრი საკმაოდ. შესაბამის რაოდენობას დაგიტოვებ დაბლა ინფობოქსში, ჩემთან არის საკმაოდ დიდი პორცია. ეხლა მოვასხათ ზემოდან ზეთი და გავდივართ უკვე ბოლოში. მე როგორც მახსოვს, დედაჩემი ხახს თუშავდა ხოლმე ცოტა პომიდორთან ერთად და შემდეგ უმატებდა. მე ახლა ამას გამოვტოვებ. მინდა რომ რაც შეიძლება უფრო გავიადვილო და პირდაპირ დავუმატებ ხავს, ასევე იმ პომიდორს, რომელიც მომჩა დაახლოებით 5 წელი არის, ამას დავჭყვეტავ ახლა ხელით. პომიდორს აქვე ჩავჭყლეტავ. შეგიძლიათ თქვენ რომ დააბლენდეროთ.
ცოტა მარილს გავხსნით თბილ წყალში და დავუმატებ კიდე ამასაც. ზემოდან მოვაყრე მორჩენილ მწვანილებს, რაც მოგრჩა და წყალი აქ დაახლოებით ესე მომდგარი. ფაქტობრივად 4 თვლში უნდა ვხარშოთ. ტოლმა უკვე მზად არის მოსახარშად, ეხლა მე დავადებ ესეთ მძიმე საგანს, რომელიც სპეციალურად შევიძინე ამისთვის და მოვხარშავ საშუალო ტემპერატურას. თუ რამდენი დრო დაჭირდება, ამას შემდეგ გეტყვით. ასე. ტოლმა მზად არის ზუსტად 50 წუთი იხარშებოდა საშუალო ტემპერატურაზე. შეხედეთ ხოლმე, რომ წყალი არ ამოაშრეს, ეხლა ამოვიღოთ, ძალიან კარგად მოიხარშა სხვათა შორის. ველოდებოდი, რომ უფრო დიდხანს დაჭირდებოდა, მაგრამ არა. გავსინჯოთ ჩვენი კერძი როგორია. ძალიან არომატულია. ერთი რამე დააღნიშნო, მარილი ის აქვს შეწორილი, თვითონ ამ ჩვენს ბრინჯს აუცილებლად ჭირდება მეტის დამატება. ორი ეს არის საოცრად გემრიელი. ვისაც გიყვართ ხორციანი, შეგიძლიათ თქმა ხორცის ჩაუმატოთ, შეგიძლიათ ესეთი რეცეპტი არის უკვე ამაღლზე. საოცრად არომატულია. ბრინჯი დიდხანს არ ხარშავთ. აი მესმის ზაფხული. ამიტომაც მიყვარს. ასე ძალიან. ესე გემრიელა და მარტივად მომზადეთ საზაფხულო ტოლმა. თუ მოგეწონა დალაიქეთ და გამოიწერა ხიმცაც რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეო რეცეპტები. დროებით. ეს კი ჩემია. კამერას უკან ოჯახის წევრები მელოდებიან შიათ.